უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის. რადგან გარდა იმისა, რომ თქვენ დამაფასეთ მე, ხო, თქვენ დავაფასეთ ასევე ის ძალიან უცნობი, მეტნაკლებად უცნობი მიმართულება, რომელიც საქართველოში მეტნაკლებად არ არის კარგად შესწავლილი და რადგან ძალიან დიდი ხანია ეს პრობლემა მაწუხებდა, აი საბოლოო ჯამში უკვე აისახა იმაში, რომ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, სადაც ამ საგანსაც ვასწავლი და ასევე დიმიტრი ჯანელიძის სახელობის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში ვიკვლევ ასევე ამ სფეროს, საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი აისახა იმაში, რომ აი ეს წიგნი მომზადდა და თქვენს წინაშია. დავიწყებ მადლობებით, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი იყო ამ წიგნის გამოცემაში ჩართული და პრინციპში ხო რამდენიმე წელი წაიღო ამ წიგნზე მუშაობამ და ამიტომ არ შემიძლია რომ ყველას მადლობა არ გადაუხადო. ზოგიერთი არ არის აქ არ იმყოფება, მაგალითად წიგნის რედაქტორი ლელა უჩიაური საზღვარგარეთა, მაგრამ თან დამაბარა რომ ჩემზე არაფერი არ თქვაო და კიდე კაია რომ აქ არ არის და ამიტომ აქ უფლება რომ რაღაცა მადლობები გადაუხადო. აი თამარა აქ არის, თამარა ხოშტარია, წიგნის დიზაინერი, რომელმაც ეს სილამაზე შექმნა. და რა ქვია, ხო, ნუ უკვე პირდაპირ საქმის იმაზე სხვა გზა არ აქვს, ხო? და რა თქმა უნდა, გამოცემულობა კენტავრს მაკაც აქ დავინახე. და რა ქვია, რომ არა გამოცემულობა კენტავრი, რა თქმა უნდა, ეს წიგნი არ მივიდოდა მკითხველამდე, ხო? და რა თქმა უნდა, წინასწარ თქვენ გიხდით მადლობას ამ წიგნის მკითხველს და აქვე გაგაფრთხილეთ, რადგან არ არის ეს მარტივი საკითხავი, რა კუთხით, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცის მოცვა მინდოდა ამ წიგნში, როგორც გითხარით, ანუ რომ უსწრებდეს ამ წიგნს რომელიმე სხვა გამოცემა, ასეთი რაღაცა არ აქვს. ამიტომ მე მომიწია თეორიაზეც საუბარი, ისტორიაზეც, ავტორებზეც და მოკლედ ძალიან ბევრი რაღაცაა, ხო, ამ წიგნში ჩადებული, ამიტომ მირჩენია წინასწარ გითხრათ, რომ ეს რაღაცა საღამოს საკითხავი შეიძლება არ აღმოჩნდეს, მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ წიგნს როცა დაასრულებთ, თქვენთვის ის ახალი სამყარო გაიხსნება, რომელიც გაიხსნა ჩემთვის. ჩემთვისაც ეს კინოს, ეს მიმართულება, ავანგარდული კინო იყო აბსოლუტურად უცნობი. იმიტომ რომ კინოს კლასიკურ წიგნებში, როგორ არის, ხომ, ძირითადად 20-იანი წლებია მოცემული და ის ითვლება, როგორც რაღაცნაირ, ასე ვთქვათ, ძალიან მოკლე ეტაპად კინოს ისტორიაში, რომელიც დასრულდა და მე გადავდივართ უკვე კლასიკურ ჰოლივუდზე და სტუდიურ სისტემაზე და ასე შემდეგ, ხო? და მეც ძირითადად ამ კუთხით ვუყურებდი კინოს. და აი შემდეგ უკვე თან აი აგიხსნით როგორ მივედი საბოლოო ჯამში და რას უნდა ელოდოთ ამ წიგნში, ხო? და მე უკვე აღმოჩნდა რომ რა თქმა უნდა ავანგარდი არსად არ გამქრალა, ავანგარდი იმაზე უფრო ძველია, ვიდრე ზოგადად თუნდაც 20-იანი წლების ავანგარდი იყო და სწორედ ამ კლასიკურ ხაზს აუდიოვიზუალური ხელოვნების ამ კლასიკურ ხაზს ინახავენ სწორედ ეს ადამიანები. მთავარი პრობლემა, რომელიც ავანგარდულ კინოსთან მიმართებით არსებობს, ესაა დომინანტური კინო, ან დომინანტური ხელოვნება, კლასიკური კინო, მათ შორის საავტორო კინოც, ხო? ავანგარდისტები არიან ის ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ კინოს ერთადერთი ჭეშმარიტი ხაზი არსებობს ყველგან გარდა დომინანტური ან კონვენციური კინოსი. ამიტომ ამ წიგნსაც აქვს ცოტა ეს ძალიან რთული და დიდი ამოცანა, რომ კითხველს მისცეს სრულიად კინოს ისტორიის და მე-20 საუკუნის თანამედროვე ხელოვნების ისტორიაზე ცოტა განსხვავებული და ახალი ხედვა. რაღაცები უნდა დავანგრიოთ და რაღაცები უნდა ამოვაშენოთ, ხო? ავაშენოთ ამაზე. ძალიან მოკლედ გეტყვით უბრალოდ რა ეპოქებს ან რა კინო მიმდინარეობებს შევეხეთ, ხო? ვიწყებთ ნეოავანგარდით, მივდივართ ფლუქსუსამდე, რომელიც არის რეალურად თანამედროვე ხელოვნების საწყისი წერტილი. და ამ საწყის წერტილში კინოს განსაკუთრებული როლი ჰქონდა, იმიტომ რომ მისი ფუძემდებელი, ამ მოძრაობის ფუძემდებელი ჯორჯ მაჩიუნასი საერთოდ კინო რეჟისორი იყო, ხო? ანუ კინორეჟისორი არ იყო, არტისტი იყო, რომელიც ძალიან ბევრ ფილმს იღებდა, ხო? და სწორედ ის აძლევდა შემდეგ უკვე ძალიან ბევრ არტისტს მიმართულებას, თუ როგორ შეიძლება
თანამედროვე ეპოქაში კინო გადავიაზროთ. შემდეგ მოდის live cinema, ახალი მედიები, და კიდე რა ვიცი, სტრუქტურული კინო, ძალიან მნიშვნელოვანი საინტერესო კინოსკოლები, საინტერესო კინოეტაპები, რომელსაც ვამუშავებ როგორც თეორიული კუთხით, ასევე ისტორიულ ხასიათს მივყვები, ხო? და საბოლოო ჯამში მინდა თქვენც მიგიყვანოთ იქამდე, რომ ავანგარდული კინოც დასრულებული ეტაპია უკვე სამყაროში. ერთ-ერთი მკვლევარი წერს, რომ ნეოავანგარდის პერიოდი არის დაახლოებით 40-იანი წლები, 40-იანი წლების დასაწყისი, 70-იანი წლების ბოლო და ამის მერე იწყება საერთოდ კიდე ახალი ეტაპი. ამ ახალ ეტაპზე ვსაუბრობ, მაგრამ ასევე ვფიქრობ, რომ ახალ მედიებზე, ან გაგრძელებაზე თუ რა წარმოშვა ავანგარდულმა კინომ საბოლოო ჯამში, კიდე მე შემდეგ ეტაპებზე ვისაუბრებ, ხო? მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ წიგნში შევეცადი თავი მომეყარა მე-20 საუკუნისა და 21 საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვან საფეხურებზე, რომელმაც კინოს ალტერნატიული ისტორია შექმნა. იმედია მოგეწონებათ ეს წიგნი, იმედია თქვენთვის იქნება რაღაცა შემცვლელი იმის თვალსაწიერ შეგიცვლით, მოდი ასე ვიტყვი, და მით უმეტეს მეორე მიმართულებაც აქვს ამ წიგნს, არანაკლებ ჩემი აზრით მნიშვნელოვანი, ესაა კინოს ზოგადად კინოს აუდიოვიზუალური ხელოვნების კვლევა მარქსისტული პერსპექტივიდან, იმიტომ რომ ძალიან ბევრი თეორეტიკოსი ამ მიმართულებით არ მუშაობს, ძირითადად კინოს ისტორიის სახელმძღვანელოები იწერება, როგორც ყველა ისტორიის სახელმძღვანელო დაიბადა, გარდაიცვალა, ეს ანუ ნეორეალიზმს ანაცვლებს ახალი ტალღა და ასე შემდეგ, ხო, მაგრამ ამ კინოს ისტორიის სახელმძღვანელოებში გამოტოვებულია მთავარი საკითხი, ხო? რა არის კინო? რატო არის კინო, ხო? ვის ემსახურება, ვის ინტერესში შედის, რომ კინო იყოს ასეთი და არა ისეთი, ხო? იმიტომ რომ 30-იან წლებში და ამას ჩვენ ამ წიგნში ვეხებით, ხო? მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი დაპირისპირება, როდესაც კონვენციურმა კინომ გაიმარჯვა საბოლოო ჯამში ავანგარდულ ხელოვნებაზე, რომლის კონტროლი შეუძლებელი იყო იდეოლოგიურად და ბევრს ეგონა, რომ ავანგარდი აღარ განვითარდებოდა, ანუ დამთავრებული საქმე იყო, მაგრამ შემდეგ რამდენიმე ინიციატივის მქონე ადამიანმა შეძლო დამოუკიდებლად ყველანაირი, რა ვიცი, იმის დიდი კინოსტუდიების მხარდაჭერის გარეშე ფილმების გაკეთება და როგორც კი დაფიქსირდა ეს წერტილი, რომ კინო შეიძლება დამოუკიდებლად გაკეთდეს, ყველაფრისგან დამოუკიდებლად, მას შემდეგ მოკლედ იწყება უკვე ავანგარდის ისტორიაც, ხო? და აქედან გამომდინარე ეს დაპირისპირება, რომელიც არსებობს ავანგარდსა და კლასიკურ კინოს შორის, ამ წიგნის პირველი ფურცლიდან ბოლო ფურცლამდე პრინციპში ჩვენ ამ კონფლიქტზე ვლაპარაკობთ, ხო? რატო არსებობს ეს დაპირისპირება, რატო იბადებიან დღეს კიდევ ადამიანები, რომლებსაც უნდათ ალტერნატიული ხელოვნების კეთება და რომლებსაც აქვს პრეტენზია, რომ ეს ალტერნატიული ხელოვნება არის სწორედაც რომ ნამდვილი ხელოვნება და ყველაფერი დანარჩენი არის ხელოვნების გაყალბება. ხო, ამიტომ ამ საკითხს განვიხილავ მოკლედ ამ წიგნში და რა ვიცი, ვფიქრობ, რომ მეტნაკლებად საინტერესო საკითხავი იქნება. ცოტა რთული, მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს, მაინც ჩამთრევი და საინტერესო.